Okay, let's do this thing. მებო გამარჯობა. სალამი. როგორ ხარ? ძალიან მაგრად, იმიტომ ძალიან კაი ადგილას მოვედი, კარგ ადამიანთან და თან აი ავტომობილები ვათვალიერებ ვინილების კოლექციას, რომელიც ვიცი უკვე რომელიც არის შენი ფავორიტი, მაგრამ თუ გითხარი მაინც. იცი როგორ? ერთი კონკრეტული არა, ნუ Radiohead-ი რა თქმა უნდა, აი აქედან ვერ ხედავ, მაგრამ ვიცი რომ შენ უკან დევს. Placebo Radiohead-ი ვიცი შეიძლება არ მიყვარდეს Placebo, მაგრამ ძალიან მიყვარს მეცი ეგ ალბომი. ნუ Portishead-ი, Bad Gibbons-ი ჩემი დიდი სიყვარული იყო, მახსოვს როგორ ესე სტუდენტობის დროს როგორ ვუსვენდი და როგორ ვოცნებობდი რომ იქნება ეს ადამიანი გავიცნო. თქო, ნუ Strokes-ის, ყველაფერი მომწონს. ნუ ლეგენდა David Bowie-ზე არაფერს მოკლედ მაგარი კოლექცია აქვს. შენს ახლანდელ ამბებზე კითხო, ვიცი რომ გაქვს audio production კომპანია. ბოლო 5 წელია მანდ თუ არ სულ გადართული. და რა ხდება? გითხარი რა საქმიანობთ და მიმდინარე პროექტები საინტერესო რა გაქვს? დიდი სიამოვნებით. ისი როგორ არის, ანუ რაღაც ეტაპზე, მოკლედ 2013 წელს მე და ბეთხო, ანუ ვისთან ერთად ჩემი მეგობარი, ბიზნეს პარტნიორი, ბენდში ერთად, მოკლედ ყველაფერს, აი ბოლო 14 წელია ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, რაც ეხება მუსიკას და ხმას. და 2021 წელს იქამდეც იყო რაღაც, ხო იცი, ფრილანსზე რო რაღაცებზე მუშაობდა, ნუ აი რაღაც ერთი რეკლამისთვის დავწერეთ რაღაც მუსიკა, რაღაც ხმა გავაკეთეთ და მე უბრალოდ 2021 წელს ვიფიქრეთ, რომ მოდი რაღაც სტუდია ხო არ გავაკეთოთ, რომელიც მაგალითად დავიწყებთ მუშაობას უფრო სერიოზული ფორმით რა, იმიტომ რომ ეხა ერთია სახლიდან რომ მუშაობდა, მეორეა უკვე სტუდია რო გაქვს, სადაც დავუშვათ შეგიძლია ადამიანები მოვიდნენ, ერთად იმუშაოთ და ასე შემდეგ. ეგრეთ დაიწყო Heima Production. Heima, ნუ Sigur Rós-ის ჩვენი დიდი სიყვარული არის Sigur Rós-ი მოკლედ. და სახელზე რო ფიქრობდით, Heima-მ გაგვაერთიანა და ნუ პლუს გარდა ამისა, სახს ნიშნავს Heima და ჩვენ გვაქვს ეგ დამოკიდებულება, რომ ჩვენთან ვინც მოდის, მუსიკოსები, რეჟისორები, ნებისმიერი ადამიანი შემოქმედებითი წრიდან თავს გზომე როგორც სახლში. ან ჩვენ გვაქვს თელი ეს ღირებულება, რაზეც დავაფუძნეთ ჩვენი Heima არის ის, რომ ადამიანებს თავი ვაგზავნოთ როგორც საკუთარ სახლში. იმიტომ რომ გვჯერა რომ არაფერი არ გამოდის კარგად, თუ კეთების პროცესში ადამიანი თავს ძალიან კომფორტულად არ გრძნობს. ჩვენთვის ეგ არის. 5 წლის წინ დავიწყეთ, ორნი ვიყავით მარტო, რა თქმა უნდა, ერთი ოთახი გქონდა. ეხა ბევრნი ვართ, 8 ადამიანი ვართ უკვე. ძალიან ნიჭიერი ხალხი, კარგი ხალხი, ახალგაზრდები. არა, მეც ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ნუ ჩემზე ახალგაზრდები. და რა არის ხოლმე აი თავარი იცი როგორ არის? ბევრი მიმართულება გვაქვს. მიმართულებებს გულეს. რეკლამები გვაქვს, რა თქმა უნდა. რეკლამის გახმოვანება, მუსიკალური. გახმოვანება, მუსიკის დაწერა და არა მარტო მუსიკის დაწერა, საუნდ დიზაინი, ფოლისაც ვწერთ, გააჩნია რეკლამას. აუთსორსი შეუძლია მოვიდეს რეკლამის დამკვეთი და თლიანად მუსიკად თქვენთან. თლიანად, აი ყველაფერი, მარტო მუსიკა რა. ხმას რაც ეხება, 0-დან ბოლომდე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ერთი მიმართულება რეკლამები, რა თქმა უნდა, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ნელა კიდე უფრო ძლიერდებით, იმიტომ რომ ახლა სტუდიას ვაკეთებთ, არის ფილმები. ფილმების კეთება, უკვე ფილმებისთვის ხმის გაკეთება. კი ბატონო, და ფილმებისთვის მუსიკის დაწერაც. და პროდიუსინგი მუსიკალური შეიძლება სადღაც შენ შეგხვედრია დაახლოებით ყველაზე დიდ პროექტებს გეტყვი, რაც გაგვიკეთებია, ეს პირველი რაც რეებიც გამახსენდა, ერთი იყო ეგეთი პროექტი იყო მრავალი ხმა, ერთი სამშობლო. და იდეა იყო, რომ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები ერთად გაგვეჟღერებინა. ისე რომ აი გვეჩვენებინა, რომ მაგალითად ფოლკლორში მომღერალი მუსიკოსი შეიძლება კარგად გაჟღერდეს რაღაც პოსტ-პანკის მომღერალ ჟანრში, სადაც არ არის ყოველდღიურად. კი ბატონო, და რაღაც პოპ მომღერალი ხალი, ინდი მომღერალ კაცთან და ასე შემდეგ და აი მაგ პროექტში შეიქმნა 3 დუეტი. ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული, თამადა და გიორგი უშიკიშვილი და დათო ჯიქია, Bedford Falls-ის ვოკალისტი და ნატო მეტონიძე. პროდიუსერობა არ ნიშნავს იმას, რომ მე როგორც მინდა ისე გავაკეთო შენი სიმღერა. პროდიუსერობა ნიშნავს იმას, რომ მე მოგისმინო, რაც შეიძლება კარგად. რაც შეიძლება კარგად გავიგო ვინ ხარ შენ და მე დაგეხმარო, რომ შენ გახდე უფრო დიდი მასშტაბის. ეგ არის ერთი პროექტი, მეორე დოის ახალ თეატრში მიუზიკლი ჩარკვიანის მეგად მოვცურავ ზღვას, რომლის 25 მუსიკალური ვერსია ჩვენ გავაკეთეთ. ბოლო ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი რაც გავაკეთეთ, საფეხბურთო კლუბ იბერიას ჰიმნი დავწერეთ, ოფიციალური ჰიმნი ახალი. უკვე არის დარელიზებული. ორი კვირის წინ დარელიზდა კი. ინსპირაციებზე წავიდა რაღაცა და ჩარკვიანი და Tom York-ი იყო და შენ მუსიკაზე ყველაზე მეტად მაგათ მაიმოქმედებს, აი შენ სტილის ჩამოყალიბებაში ეგ ტიპები იყვნენ? ჩარკვიანმა ალბათ ნაკლებ,
მუსიკალურ ნაწილში. ჩარკვიანმა უფრო ალბათ იმ კუთხით მოახდინა გავლენა, რომ რაღაც ეტაპზე რომ ქართულად შევძელი ტექსტების დაწერა და ქართულად წერ ტექსტებს, ეგ არის ირაკლის ჩარკვიანის დამსახურება. მან როგორ არის, ძალიან უცნაური რაღაცა ჩემ მუსიკაზე ძალიან გვიან მივხვდი. ავტომატურად როდესაც ერთი შეცდობა, რომელსაც ყოველთვის ვიგებდი რა განაპირობებდა ამას, რომ ადამიანს ეგონა, რომ ჩემი საყვარელი ბენდი იყო Coldplay. ანუ რა არ ვიცი, ეგონათ, რომ რა ლოგიკით Coldplay-ს რატო არ ვიცი, ჩემ ხმას რატო ამსგავსებ, იმიტომ რომ Tom York-ს მიამსგავსო, Damien Rice მიამსგავსო, კიდე, მაგ ლოგიკას და ძალიან ვამაყობ თუ ვინმე, იმიტომ რომ იცი რა, შეიძლება პირველი ორი ალბომში ამოვარჩიო რამდენიმე ტრეკი Coldplay-ს, რომელსაც ვიტყოდი, რომ ხო, ის პარაშუტის და ის. კი, მან შეიძლება ვიპოვო. ხო, მაგრამ ტექნიკურად აბსოლუტურად სხვანაირად მღერის კრის მარტინი. ხო, არა, ფალსეტში მღერის და ძალიან ძლიერი ფალსეტი აქვს და მე არ მაქვს ეგეთი ძლიერი ფალსეტი, მე მაქვს Tom York-ისეული ფალსეტი. ჩვენ ვერ ვერკვევით ეგრევე, მაგრამ რაღაცა ხო და პირველ ორ ალბომში ხა მაგიტო ვთქვი, რომ რაღაც არის ეგეთი Don't Panic მაგალითად ეგეთი სიმღერა, რომელსაც შეიძლება მებომ ძალიან მაგრა იმღეროს. ის რომელი იყო? თუ ეგ არის Don't Panic. Bones sinking like Don't Panic. ხო, კი ბატონო. მგონია რომ შენში ჩა. მადლობა რომ დამეხმარე მაგის გაგებაში. მაგრამ ყველაზე უცნაური გავლენა ვინც მოახდინა ჩემზე და რომელსაც ვერაზოს ვერ ვიფიქრებდი, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული მუსიკა ჩემგან არის Linkin Park-ი. ოკეი. რომელსაც გავიზარდე. ეხლა ნახე რა საინტერესოა, ძალიან საინტერესო რაღაცაა გავლენები რა და როგორ ვლინდება რა. მოკლედ ჩემი მუსიკა არაფრით არ გავს Linkin Park-ის მუსიკას, ჩემი ვოკალი არაფრით არ გავს Chester-ის ხმას, ცადამ და მიწავართ რა. მაგრამ რადგან მთელი ბავშვობა, მე თუ ოდესღაც გადავწყვიტე რომ მინდოდა მემღერა და რაღაც სცენაზე დამდგარიყავი, იყო Linkin Park-ის გამო. ხო და მან სად არის Linkin Park-ის გავლენა, რომ რაღაც პერიოდის სიმღერებს რო წერდი, ყველა სიმღერას მერე გადავხარში უბრალოდ რა, Air Fox-ის პერიოდის სიმღერებს განსაკუთრებით, მქონდა ზუსტად ისეთივე წყობა, როგორც Linkin Park-ის სიმღერებს. დაუფიქრებლად რა. რა იგულისხმება წყობაში? კუპლეტი, მისამღერი, კუპლეტი, მისამღერი, ბრიჯი და უფრო ძლიერი მისამღერი ბოლოში. არასდროს არ მიფიქრია მაგაზე, იმიტომ რომ ხა Linkin Park-ის გავლენას ჩემზე, მაგრამ ეთყობა ხო იცი, თავში რო გაქვს ბავშვობიდან რაღაცათან, Chester-ი დღემდე ჩემს საყვარელ მუსიკოსად რჩება, მით უმეტეს თავის რომ მოიკლა თავი და რაღაც ამ ამბების მე საერთოდ ერთად მართლა გულწრფელად გეუბნები, რომ საჭესთან ვიყავი და ძმაკაცმა დამირეკა, რომელიც ასევე Linkin Park-ის ფანია და ბიჭო გაიგეო და მართლა გავაჩინე მანქანა, იმიტომ რომ იმდენად ძალიან მიყვარდა რა. გადაარჩინა ჩემი ბავშვობა, იმიტომ რომ Chester-ი ზოგადად მაგას ამბობენ, რომ ადამიანი რომელმაც თვითონ თავი მოიკლა, ძალიან ბევრი ადამიანი დეპრესიიდან გამოიყვანა და რთული პერიოდები გადაატანინა რა, იმიტომ რომ თავის თავი ვერ გადაარჩინა და ვერც თავის უახლოესი მეგობარი, რომელმაც ცოტა ადრე კიდე კრის კორნელზე ისიც ხო, რომ კრის კორნელის დაბადების დღეზე მოიკლა მე სრული სიგიჟე. ცოტა ის არის ფილმის ხო სცენარია. ეთყობა ის შველოდა ამას. კრის კორნელი. ის რო აღარ იყო მე კიდე ის იყო ამის მენტორი, რაღაც უფროსი, რაღაც როკის ლეგენდა, როკის ღმერთი და მოკლედ ეს ახალი ის როგორ მიიღე Linkin Park-ში, სოლისტი. თავიდან ეგრევე მქონდა რომ მეთქი ხო არ გაგიჟდით ყველაფერი ფული არ არის და რაღაც. Chester-ის ჩანაცვლება, იგივე ხა რა ვიცი, პირობითად Nirvana-ში რო ჩაენაცვლებინათ Kurt Cobain-ი რა. მაგრამ გიფიქრია რომ ძალიან ჭკვიანურად ქნეს? კაცი არ მოიყვანეს. ხო, კაცი რო არ მოიყვანეს ძალიან ვეღარ შეადარებ. ფიზიკურად ვერ შეადარებ რა, ამით თქვეს, რომ Chester-ზე კარგი კაცი ვოკალისტი არის ყველაზე safe ვერსია იყო ამის მოყვანა. სვლით რა, საერთოდ სხვა რაღაც იწყება. ქალი ვოკალისტი არის. შენი ამბები ცალკე თემაა ამ პროექტებში რა, რომ მონაწილეობდი. ჩვენთანაც იყავი. კი. და ყოველთვის ყველა სიმღერა იყო ხოლმე რაღაცა ეს გემოვნებიანი რა და შენ არჩევდი ხოლმე რა, მან როგორ ხდება ბექში რა სამუშაო მიდის ხოლმე, რომ როგორ არჩევენ შენთვის სიმღერას. ხო, ისი არა როგორც მე რო დღეს ვლაპარაკობ, რომ ადამიანს უნდა უსმინო და მისთვის რა არის კაი, ცოტა ესე რაღაც. ყველგან ეგრე იყო ჩვენთანაც. არა, უკრაინაში არ იყო ეგრე. უკრაინაში ძალიან კარგად ვიყავ. აქ როგორ იყო იცი, თავიდან X Factor-ში ვიყავი, კასტინგებზე რომ მივედი და რაღაცა რა თქმა უნდა, ჩემი არჩეული სიმღერით მივედი, იმიტომ რომ იქ ხარ შენით არჩევ. და მე როგორც კი დაიწყო ეს ლაივები. უკვე ნელა მოხდა ეგეთი რაღაც, რომ იდეაში იქამდე კასტინგებზე არა თუ ჩემი თუ არჩევდი სიმღერებს, ჩემ ვერსიებს ვაკეთებდი. მე კასტინგზე პირველ დღესაც როცა ვიყავი ჯონ მეიერის სიმღერა იყო Say, გავაკეთე აბსოლუტურად ჩემი ვერსია, რომ მოისმინო, თუ არ ეტყვი ადამიანს რომ ეს არის ჯონ მეიერის Say, შეიძლება ვერ მომიხსენოს ჯონ მეიერის Say-ია. როგორც კი დაიწყო ლაივები, მან მოხდა ეგეთი რაღაც, რომ
ანუ ეხლა მაგის დრო აღარ არის რომ შენი ვერსიები აკეთო და ჩვენ უნდა გაიგეთოთ ვერსიებიო, იმიტომ რომ ლაივი ბენდი არისო და მინუსებს აკეთებდნენ სადღაც და ბოლოს იდეაში X Factor-ი და წამოვედი მაგ მიზეზით რომ საერთოდ უკვე აღარც მეკითხებოდნენ რა უნდა მემღერა, არა თუ აი უბრალოდ ესელა და მეთქი მე და შენი სურვილით მოხდა წამოსვლა თუ როგორ ოფიციალურად როგორ მოხდა ეს ეთერში? მე ეთერში არა, ფინალში გადავედი, ფინალისტი ვიყავი. და უბრალოდ აღარ მიიღე მონაწილეობა. რაღაცა სიმღერები მითხეს, ესენი უნდა იმღერო, მეთქი მაგეებს არ ვიმღერებ. ანუ მაშინაც ეგრე ვფიქრობდი, დღესაც ეგრე ვფიქრობ და სულ ეგრე ვიფიქრებ, რომ პოპულარობისთვის მე არ მჭირდება არასდროს. თუ იმისთვის რომ ვიყო პოპულარული, მე არ უნდა ვიყო მე, ეგეთი პოპულარობა არ მჭირდება. ერთი სტატუსი დავწერე, რომ გენაცვალეთ ბოდიში მეგობრებო, ვინც მე გულშემატკივრობდით, რომ წავედი, მიყვარხართ, კოცნით, ჩემი მუსიკა გრძელდება და გიბრუნდებით ახალი სიმღერების და მართლაც ეგრე გავაგრძელე რა და მე დააკამბექე. ხო და ეგ იყო ძალიან მოხდა მე როგორ მოხდი ზოგადად. მოგეთ ზაფხულში და კი დამირეკეს თვითონ გამოვიდნენ კონტაქტზე, ხო? რაღაც გამარჯობა რა ელენა ვარ მე დამეგობრდი მაგ გოგოსთან, იმიტომ ძალიან კარგი პროდიუსერია. ირეკავთ უკრაინის ვოისიდან. მეთქი რა ხდება? მეთქი არა კონკურსები აღარ მაინტერესებს თქო რა. პირველი რეაქცია ეგ იყო რა. არა რა მაინც დაფიქრდითო რა. მეუთხარი, კაი, ორ დღეში დამირეკეთ თქო რა. ფული არ მქონდა იქ თუ დამირეკა უკრაინაში საერთოდ და ბაში WhatsApp-ი და რაღაც კი არ მქონდა, რაღაც Nokia მქონდა, აი მოკლედ რა და მოკლედ მირეკავენ ორ დღეში. მე მოვიფიქრე ეგეთი რაღაც და ეს რაღაც უთხარი რომ მეთქი კაი, ჩამოვალ თქო. ოღონდ აი რმა კასტინგზე აი ამ სიმღერას ვიმღერებ ესეთი ვერსიით. ხო. და თქვენ უნდა წამიყვანოთ, უნდა მაცხოვროთ, მე არაფერს მე მეთქი შანსი არ არის ისედაც ეხა ისინი რაშუაში იყო ეგოთ მე სხვაგან გაბრაზებული და იმედგაცრუებული და აიო ეგო არ ვიცი არავის არ ვაფინანსებდა საერთოდო რა ეხა მithumetes ან კონკურსანტი ჯერ არ ხარო და ეხა კასტინგზე როგორ წამოგიყვანოთ ჩვენი ფულითო და მე ვთქარი აი მეთქი მაშინ ვერ ჩამოვალ არ გამოვაი გავიდა ორი კვირა და აიო ძალიან გვინდა რომ ჩამოხვიდეო და ბილეთები მიყიდეს სასტუმრო მიქირავეს მოკლედ ჩავფრინდი და წინა დღეს ეს პროდიუსერი მირეკავს რომ ხვალეო 6 საათზე მოდიო დილით. მეთქი ვინ არ გიჟები 6 საათზე მოდიო 7-ზეო იწება უკვე და 6-ზეო კოსტუმების ტიპი უნდა შეგხვდესო რომ ჩაგაცვანო და ბიჭო მეთქი ისინი ხო არ გაგინ რას მეხატავ თან აი ცოტა გაბრაზებული რომ მეთქი უეჭველი პირველზე დაიწყება და 5 საათი და ნუ მე და ბეთხო ვიყავით ჩემი აი ის ნახევრად უკრაინელი ბეთხოდან დედა ყავს უკრაინელი და იმის ოჯახში ანუ იმათ სასტუმრო კი ამიღეს მაგრამ უთხარი არ მინდა ოჯახში დავრჩები თქო რა და მოკლედ აი წავიდეთ თქო ბეთხოს უთხარი რომ მეთქი ბიჭო რავი 6 საათზე ან 6 საათი და 5 წუთი ვიღაც ხალი მოვიდა აბა ხო ყველანი გახართ ეს ჩამოგვია რა განსაცმელები შეგვირჩია და ანუ არასდროს 1 წელი ვიყავ უკრაინაში არასდროს არაფერი არ დაგვიანებულა არც ერთი წუთით ხო და მოკლედ მან ჩავედი უკრაინაში ვიმღერე ეგრევე ძალიან კარგად და ნუ გამიმართლა კიდე რომ ვაკარჩუკი ეს ოკეანელზის ну მუსიკოსი მყავდა პროდიუსერი მე კოუჩი მახსოვს ეგ ნახე ბევრჯერ მაგ ნანახი ეგ შესარჩევის დროს რომ მოტრიალდნენ რა Yellow diamonds in the light Now we standing side by side As a shadow crosses mine და მე ერთი ამბავი ატყდა რომ აი მე თავიდან ვიცოდი რომ ეს თუ შემოტრიალდებოდა ეგ უნდა ამირჩია პირველი შემოტრიალდა ვაკარჩი კი და ეგ მუსიკა ეხა მაგაზე კარგად იმ ჟიურში არავის არ ესწოდა და მე მან დაი შენ რომ გამიმართლა რომ აი მე მაგალითად გადაცემის პროდიუსერები იქაც ეუბნებოდნენ რომ აი სლავა ეხა დეპეშ მოუდი იცის უკრაინელმა ხალხმა და ესეუბნებოდა რომ მე ფეხებზე კიდე უკრაინელ ხალხმა რა იცის მე ხო ვარ ამ ადამიანის წვნელი მე ხო ვარ ერთადერთი იყო 4 ადამიანი ხოზის ამ სკამზე რა და ყველას აქვს ყური უკეთიად სადაც გადაცემის პროდიუსერები რაღაცებს ეუბნებიან ეს არ იკეთებდა ყურს ანუ ხო იმიტომ ძალიან ხშირად გადაცემის პროდიუსერი გეუბნება რომ ეხლა ამას შემოუტრიალდი ოკეი ან ეხლა ჭირდება გადაცემის ზუსტად შოუსთვის და ამას ფეხებზე ეკიდა რა ანუ იჯდა და შოუ რა თუ არ მოსწონდა არ შემოტრიალდებოდა და თუ მოსწონდა შემოტრიალდებოდა და ეგრე იყო რომ პირველმა გაავსო გუნდი იმიტომ რომ ვინც მოსწონდა ყველა წაიყვანა და ბოლოს იყო ძალიან სასაცილოდ რომ ამის გუნდი ეგრევე შეივსო იმიტომ რომ ერთი ამას ვინც მოსწონდა უნდოდა და მე იმათაც ამასთან უნდოდათ რა სლავასთან ძალიან კაი სიმღერები მომღერა უკრაინულ ფოლკ რადიო ესა Imagine Dragons-ი Radiohead-ი Depeche Mode და უკრაინული ფოლკლორი რა ორი აი მეტი რა უნდა მე უყურებთ ხოლმე მაგებს YouTube-ზე რა მე ძალიან ხშირად უსმენ ხოლმე მაგ შენ Radiohead-ის cover-ს, იმიტომ რომ აი იქ რაც ხდებოდა კომენტარებში, როგორ იყო ხოლმე, ეს რაღაცა სხვა ის მაგ რა, საქართველოს ნაკრები რომ
საბერძნეთთან იყო. აი რაღაცა ეგეც განვიცდი ხოლმე იმებზე უცხოელები რო წერენ ხოლმე რომ აი და ეს ტომიორკს აჩვენეთ და კი ეგ მეც წერენ მომდის კომენტარებში ხო დღემდე გრძელდება ვიღაცა პერიოდულად შემორბი. ამ ვაკარჩუკსაც რო უყურებდი აი ცოტა შოქში იყო რა რომ რანაირად შეიძლება რა იმის მერე სადმე გიმღერია Radiohead-ის არა და მაგ ნამღერზეც გეტყვი რომ ეგ რო ვიმღერე ხო გადავედი ეხო ლაივი არისო რა იწერებოდა და ანუ ლაივი იყო ლაივში ვიმღერე მაგრამ ჩაიწერა და აი როგორც რაღაც მერე გავიდა ეთერში რა ხო და ეხა უკვე ჩემ მეუღლეს და მაშინ ჩემ შეყვარებულს ის მაშინ ლონდონში სწავლობდა და რაღაც სტუდენტი იყო და დავურეკე რომ მეთქი კი გადავედი მაგრამ მეთქი მაგრაც უდათ ვიმღერე ამ Street Spirits მეთქი მაგრაც უდათ ვიმღერე აი მეთქი ნეტა არ გადავსულიყავი ამ საშინელი ნამღერით და ის იქ ნერვიულობს და მოდის აპრილი. ანუ ეს მოხდა ნოემბერში. აუ და რამდენი ხანი. და 6 თვე ამას გონია რომ ცუდად ვიმღერე რა და შენ ეგრე გეგონა? მეც ეგრე ბიჭო, აი არ მახსოვდა რა ვიმღერე, უფრო გეტყვი. ანუ მე მოკლედ შენ ლაივში რო იმღერე, იმის მერე პროსტა ეთერში ნახე? აპრილში ნახე, წინასწარ რაღაცები არ ხდება მანდ. არა და თან არც მახსოვდა და თან რა არიცი რომ კარგად რომ ვიმღერი ხოლმე. არ მახსოვს რა ვიმღერე. თუ ფიქრი არ მეთიშება სიმღერისას, ის ნამღერი შეიძლება ოკეი იყოს, ნოტები კი არ შემეშლება და რაღაცა, მაგრამ ემოციურად ის არ იქნება და ეს ნამღერი არ მახსოვს. ანუ სიმღერის პროცესი არ მახსოვს. ანუ მახსოვს როგორ გავედი სცენაზე და აი თვალი დავხუჭე და მე პროსტა მახსოვს რომ მოურჩი და აში და გამოფხიზდი რა. და ამიტომ რატომღაც ჩავთვალე ცუდად და აი აპრილი ხო და კეთი ვნახა ეს და მირეკავს რომ დაგერხევა უბრალოდ 6 თვე ვარ ნერვიულობდიო რომ ცუდად იმღერე. ანუ კომენტარებში ეს აჩვენეთ ეს ბიჭი Radiohead-ის. მეთქი ბოდიში არ გულწრფელად ეგრე ანუ არ ვიცი ძალიან რომ მიყვარს Radiohead-ი. ძალიან მქონდა ზედმეტად აი ჩათვალე რომ ხშირად მithქვამს რომ აი 2 წუთი ხო არ იქ სიმღერა. მაგ 2 წუთს უკან იყო მთელი ის 25 წელი, მაშინ 25 წელს ვიყავი. როგორ გარბის დრო. რაც ჩვენ მოგწონს, ანუ თუნდაც მე თუ ვინმე მისმენს და მოსწონს რომ ანუ ეგ არ არის რომ გავედი და ვიმღერე. აი ყველაფერია ჩვენი დღევანდელი საუბარი, დღევანდელი ემოციები, ვარჯიში, დაკვრა. ეგ შენი ემოციური კი და სიმართლე გითხრა ფიზიკურადაც ყველაზე კარგი ფორმაში ვიყავი როგორც ვოკალისტი რა. ანუ ჩვეულებრივი ხარ თქონდა კარგად უღირი ბუნებრივია, მაგრამ აი მანდ ვიყავი რომ იმდენად კომფორტულ გარემოში ვიყავი. აი გულწრფელად რა, ანუ უკრაინაში იმდენად კომფორტულ გარემოში. ყველაფერზე ეთყობოდა. აი ეს მონაწილეებიც მაგავე ვიდეოში ხო არის backstage რო აჩვენებენ და დააგვურძგლაო იქ მე მგონი მაგას ეკითხება ხო და თვითონაც ანუ იმდენად არა კონკურენტულად იყურებოდნენ სავარაუდოდ. ხო, განწყობა იყო, ხო, არ ვიცი, აი ჩვენთან არ იყო ეგრე რა. ვერ ხსნი ერთი შეხვედით ხო სულ იმაზე გვაქვს საუბარი რომ ქართველები მაგრამ აი რაღაცნაირად უცნაურად იჩენს ხოლმე თავს რა და იქ აი მართლა გულწრფელად ვიყავი როგორიც აი ფაქტობრივად ჩავდიოდი. მე აი ის პერიოდი კონცერტები მქონდა, ჩემი გიტარით დავდიოდი პატარა ბარებში. ნახე ეგენიც კი რაღაცა YouTube-ზე დევს უკრაინაშივე ჩატარებული პატარა აკუსტიკური ზუსტად კი აი ვიღაც ტიპები დადიოდნენ და მიიღებდნენ ლაივს. ან წარმოიდგინე რა, ანუ 1 საათიანი ლაივი, საათნახევრიანი ლაივი მქონდა. და ეგ ლაივი ვიღაცამ გადაიღო და დევს. ოღონდ აი როგორი ლაივი იყო, იცი აი რაღაც დაახლოებით 60-70 კაციანი პატარა აკუსტიკური ლაივი რა. და აი იმდენად ვიღაცებს აინტერესებდათ მე რას ვღეროდი, რომ აი ჩემს ავტორს იმღერებს ვღეროდი, აი ქავერებს ვღეროდი მარტო Damien Rice, Radiohead-ი, ნუ რიან, აი ძალიან ცოტას რა. მე მაგის მერე ჩემ დრამერთან ერთად 6 ქალაქში ქონდა ტურნე რა. ჩავედით უკრაინაში. თვენახევარი ვიყავით. პატარა ქალაქებში დავიწყეთ და ბოლოს კიევის ძალიან დიდი კონცერტით დავასრულეთ რა. უკრაინაში მოგიტანა პოპულარობა ამ პროექტმა ხო? უფრო მეტადაც კი ვიდრე არ სიმართლე გითხრა. იყო მე რაღაც შემოთავაზებები კონცერტის ლაივი. იყო მე სრულ ეგეთი შემოთავაზება ცხოვრებაში არ მქონდა. მე რაღაც პერიოდი გადავწყვიტე რომ საფრანგეთში წავსულიყავი და იქ გადამეტანა ჩემი მუსიკა, მაგრამ ნუ ვერ გავაკეთე დაუბრუნდი სამშობლოს. რთულია რა უფრო ეგ ამბავი, ან ნოლიდან დაწყების ამბავი. ამაზე ხშირად ალაპარაკობენ ქართველი მუსიკოსები. თითქოს მოკლედ საქართველოში ძალიან ხშირად გვიჭირს რომ რაღაცაში თუ არ გამოგვივა, თუ მარცხი არ გვინდა ხოლმე ამას ლაპარაკი და მე ანუ არ მაქვს ეგ მომენტი, ანუ გულწრფელად ვამბობ რომ მინდოდა საფრანგეთში გამეგზელები და ჩემი მუსიკალური კარიერა, მაგრამ ჩავედი და ეგრე ადვილიც არ იყო როგორც მეგონა, იმიტომ რომ რეალურად იქ მივხვდი რომ ის რომ საქართველოში ვიღაც ხარ, უკრაინაში ვიღაც ხარ, პარიზში საერთოდ ან ნოლიდან დაიწყე კი ბატონო და გაგვაცანე შენი თავი და მოკლედ ჩამოვედი. და იქ რო ცხოვრობდი, ახალ წელს მახსოვს დამირეკეს ერთი სიმღერა უნდათ რომ მემღერა. უკრაინაში. ჩამიყვანეს კიევში.
ერთი სიმღერა ვიმღერე და წამოვიდე. ანუ იყო რა, კარგი პერიოდი იყო. მე ვაკავშირებთან ერთად ვიმღერე დუეტები და მაგანაც იმის კონცერტზე თბილისშიც ვიმღერე სპორტ სასახლეში, უკრაინაშიც ვიმღერე ერთხელ და ანუ იქ ძალიან სტარია. აი ეგეთი სტარი მე ცხოვრებაში არ მინახავს რა. ანუ არ არსებობს ადამიანი რო არ იცნობს და არ არსებობს ადამიანი რო არ უყვარს. ნუ ვიღაც იარსებობს, მაგრამ აი მასიურად ერთხელ რეპეტიციიდან გამოვედით და რაღაც Range Rover-ი ყავდა რა. ეგეთ მანქანაში იმის მერეც არ ვждал რა რაღაც აი უკვე ყველაფერი ანათებდა და რაღაც ეს იქაური შოუ ბიზნესის გასახანის სხვა არის ხო და ხო და ეს ბაქაში ვიჯექ მეთქი ეს რა არის მივა მეშინოდა რომ მეთქი რამე არ გავაფუჭო რაღაც პულს არ დააჭირო ხო არ მარტო და რეპეტიციის მერე ძღოლი ყავდა და უთხრა რომ რაღაც მოდი შენ გადაჯექიო მე დავждები საჭესთანო და წამოვედით მე წინზე ვარ გვერდით სლავაზის და შუქრინჩანზე გავჩერდით და აი გვერდზე ავტობუსი გაჩერდა რა და ანუ ეს თან ეხა არ იმჩნევს რა ამ ავტობუსს, მაგრამ მე ხო ხედავ რა. იქიდან რეაქცია. ანუ აი ყველა ეს ავტობუსი შუშასთან. აი ეს ყველა სახით და ფოტოს უღებდეს და ეს street spirit-ი ვინ არჩია? შენ თუ სამ თუ ერთად არა, მან იყო ესეთი მსჯელობა, რომ ვუთხარი რომ მეთქი ჩემი საყვარელი არტისტები არიან Damien Rice და Radiohead. იმ პერიოდში ეგრევე პოზიციონირდებოდი. ეხლა ცოტა შეიცვალა მაგათაც ვამბობ, მაგრამ სია გამეზარდა რა, Nationals ვამბობ ხოლმე Arcade Fire-ს აი ტატუ რომელსაც მაქვს და რომელმაც ბოლო ისეთი ალბომი გამოუშვა, რომ ეს რო არ ვიყვარდეს ეს ტატუ წაშლა მომიდა. აი მართლა აი საყვარელი ჯგუფის ალბომს რო სამჯერმე ვერ მოусმინე სამჯერმე გავთიშე რა და ვზერლობდით რომ მეთქი რაღაცა და Damien Rice უნდა მემღერა. Blower's Daughter. მაგრამ Blower's Daughter ბოლოში ვაბავდი Creeps Radiohead-ს. და ვუთხარი რომ ნახე მეთქი სლავა მეთქი აი ესე უღერით ხო რა, აი Damien Rice და ბოლოში Creeps და Radiohead გიყვარსო მეთქი სლავა. მეთქი როგორ გეკადრება, ეხლა ჩვენ ვიჩხუბებთ. მეთქი კი ძალიან მიყვარს და ერთი ძალიან მაგარი სიმღერა აქვს Street Spirit-იო რა. ხო არიცი შემთხვევითო ხო? ხო და აი მან სლავასგანს ბევრი რამე ვისწავლე პროდიუსერულ კუთხით რა. აი თუ დააკვირდები ხა მე რა ვერსია და ზღერი. თავიდან ჩვეულებრივ ვაკეთებდით, მივდიოდით ორიგინალი ვერსიისკენ რა, რომ ანუ გიტარა უკრას და ჩვეულებრივ აქაც ვუკრავდით გიტარაზე. და არ მიხდებოდა რა. ანუ აი რა გძნობდი რომ ჩვეულებრივი იყო, აი არაფერი, აი მეც არ მბურძგლავდა, მეც ვერ ხუჭავ, აი ვერ შევდიოდი. და ისიც ხდებოდა და აი ერთი კვირა რომ ესე ვუკრავთ ამ გიტარაზე და რაღაცა აი თან კაია, ანუ თან იმასაც ვერ ისიც არ არის რომ აი განსხვავებული არაფერი. და ერთ დიდით მოვიდა და პიანისტს უთხრა რომ მოდიო გიტარის პარტია შენ დაუკრე პიანინოზე. აი როგორც კი ეგრევე დაუკრა, გავგიჟდი რა, იმიტომ რომ შეიძლება ჩემ თავში შვებოდა ის ამბავი რომ Tom York-ი სხვა გიტარაზე უკრავს. და ეს გიტარა რომ ესმოდა, Tom York-ში ვიკეტებოდი. ანუ ისევ Tom York არც კი ფიქრია რომ სხვა ინსტრუმენტზე შეიძლება და ეს გაგეკეთებინა. და როგორც კი პიანინომ დაიწყო ამ გიტარის პარტიის დაკვრა, მე ყოველგვარი ეს რაღაც ჩაკეტვა შეიძლება კომპლექსიც იყო რომ აი Tom York-ზე კარგა მე ვერ ვიმღერებ, როგორ ვბედავ Tom York-ის სიმღერას, როგორც კი პიანინომ დაიწყო გიტარის დაკვრა, აუ ეგრევე რომ გავიმღერე და აუ ეთქი ეგ არის დიდი მადლობა სლავა თქო და აი ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო და კიდე ის იყო მისგან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რასაც დღესაც ვეუბნები ყველა მუსიკოს ყველა მომღერალს რომ თუ ადამიანმა გადაწყვიტე რომ უნდა იმღერო ანუ თუ შენ გაქვს იმის ამბიცია უნდა კაი გაგებით მე ამბიციას ყოველთვის ანუ საქართველოს ხშირად გქონდა რომ ამბიცია ცუდია და ამბიცია აუცილებელი არის რა თუ გაქვს იმის ამბიცია რომ საათ ნახევარი ადამიანი უნდა მოვიდეს შენს კონცერტზე გადაიხადოს ფული და მოგისმინოს და შენი თავარი ინსტრუმენტი არის ვოკალი, კარგად უნდა მღეროდე რა. რეალურად აი სპორტი ძალიან მიყვარს რა და ნადალი არის ჩემი საყვარელი სპორტსმენი. და ძალიან ხშირად მეხმარება ხოლმე ნადალი რომ რაღაცეები გავაგრძელო ცხოვრებაში. იმიტომ რომ ნადალის წიგნი მიდევს აი მაგიდაზე და სულ კითხულობ რა. სადაც ნადალი ამბობს რომ აი როგორი ტანჯვა არის მისთვის ეს ყველაფერი. ოღონდ ეს ტანჯვა ცუდი არ არის რა. ანუ ტანჯვაში იგულისხმება რომ ყოველ დღე წარუმატებ ამდენი მუშაობა უწევს. ხო, ანუ ყოველ დღე წარუმატებელი ხარ რა, მაგრამ ეს იმიტომ ხარ რომ მეორე დღეს წარმატებული იყო რა. თუ გაჩერდები, არ გამოგივა არაფერი რა და აი მე მუსიკაშიც მაგას ვხედავ რა, რომ ძალიან ხშირად მეც მქონია ეგ შესაძლებლობა, დღემდე მგონია რომ რაღაც ეტაპზე უფრო ადრე გავანებე Bear Fox-ის მუსიკის კეთებას, ვიდრე საჭირო იყო. უბრალოდ რაღაც ეტაპზე ვერ დავიჯერე რომ ეს უნდა გამეგრძელებინა რა. მაგრამ რა ვსვი სადმე გიმღერია მე Street Spirit-ი მაგის მე რა. არა, Street Spirit-ი არც არ ვიმღერია. ეხა რო დაუკრათ პიანინოზე მაგრამ ეხა უკიდე უფრო ვინერვიულობ ვიდრე მაშინერვიულობ. იმიტომ რომ ერთი რო ამდენი წლის პირველად უნდა ვცადო სიმღერა და
მაგრამ ის რა ქვია მინუსი შეგვიძლია რომ გურამ შეგვიძლია მინუსი Rows of houses all bearing down on me and I can feel their blue hands touching me all these things into position all these things will one day swallow This machine will not communicate the thoughts and the strain I am under. Oh, be a war child, form a secret before we all go under. Your soul. მე კოვერების შესრულება გიყვარს შენ და ვიცით ამის შესახებ და არა იცი როგორ არის არ მიყვარს მაგრამ მიყვარს მარტო როცა ჩემებურად ვასრულებ ანუ რო ვცვლი ხოლმე რა თორე ზითად ვეწინააღმდეგე იმაგას შენი ფავორიტი კოვერი რა არის ვინ რომელმა გაგაოცა და რომელმა შეცვალა ყველაზე ისე შენთვის Radiohead-ს თუ არ ვიტყვით ხო სხვა მე ზოგადად მიყვარს როცა რაღაც ერთი ჟანრის მუსიკოსი აკავერებს მეორე მისთვის არანაცნობ ჟანრის მუსიკას რა ანუ მგონია რომ ძალიან უსაფრთხო ზონაა აიღო მაგალითად შენნაირივე მუსიკოსის ნამღერი 90-იანებში და იმღერო შენ იმიტომ რომ აი არაფერი არ არის შენთვის საინტერესო როგორც მუსიკოსისთვის რა ამიტომ მე ვუდგები ხოლმე რომ აი რიანას ტრეკები რომლებიც მომწონს ვიღებ ხოლმე და ვცდილობ რომ რაღაცას სხვანაირად გავაკეთო აი მაილი საირუსის Wrecking Balls უკრავდი ერთი პერიოდი ძალიან ხშირად იმიტომ რომ ძალიან მომწონდა ეგ ტრეკი და მინდოდა რომ ჩემ აი იმიტომ რომ ყველა სიმღერას მით უმეტეს პოპ სიმღერებს აქვს ძალიან ლამაზი მარტივი კარგი ჰარმონიები და მელოდიები რა რომელიც შენ როგორც გინდა ისე გააჟღერე სილამაზეს არ კარგავს რა იმიტომ რომ Wrecking Ball-ი ყველას რო გვიყვარს და ყველამ ვიცით და მინიმუმ რო ირთვება არ გვაღიზიანებს შეიძლება მაილი საირუსის ჰეითერი ვიყოთ მაგრამ მაინც უსმენთ იმიტომ რომ ძალიან კარგად არის დაწერილი რა ამიტომ შენ რო აიღებ შენ გიტარაზე რო იმღერებ ყველა ორენჯი ლამაზი მელოდია არის რა ანუ ეგ არის ჩემი ერთ-ერთი ბოლო პერიოდში ნაკლებ მაგრამ ადრე უფრო იყო რომ აი რაღაცეთ მაგით кайფობდი რა Katy Perry სიმღერებს ვღეროდი მაილი საირუსის იერეს და ერთი და ყველაზე ისეთი რასაც ხშირად ვღერი ხოლმე Britney Spears-ი რომელიც ბავშვობაში მე რო სკოლაში ვსწავლობდი მაშინ იყო ძალიან ცნობილი პოპსტარი, რა MTV გქონდა. ეხლა ძალიან პოპულარულია, მართლა არ ვიცი, მაგრამ ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია. მაგრამ ნუ მაინც ჩემი ახალგაზრდობის სტარია რა, ეხაც შეიძლება რა თქმა უნდა არის. და მაგის სიმღერა რო არის Hit Me Baby One More Time, აი მაგას ვეპარები ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც აი თან ყველას უსწორდება, ყველა მიცის რა. Oh baby, baby, how was I supposed to know? Something wasn't right here. Oh baby
baby, baby, I shouldn't have let you go. Now you're out of sight. Show me how you want it to be. Tell me, baby, 'cause I need to know now. Oh, because my loneliness is killing me, and I must confess, I still believe in you. When I'm not with you, I lose my mind. Give me a sign. Hit me, baby, one more time. Na da da da, na da da, na da da da. Oh baby, baby, the reason I breathe is you. Girl, you got me blinded. Oh pretty baby, there's nothing that I wouldn't do. It's not the way I planned it. Show me how you want it to be. Tell me, baby, 'cause I need to know now. Oh, because my loneliness is killing me, and I must confess, I still believe in you. When I'm not with you, lose my mind. Give me a sign. Hit me, baby, one more time. My loneliness is taking me down. No, 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 no. Show me how you want it to be. Tell me, baby, 'cause I need to know now. Oh, because my loneliness is killing me. I must confess, I still believe in you. When I'm not with you, I lose my mind. Give me a sign. Hit me, baby, one more time. მე ბრჩევების დრო დადგა, ჩვენი სტუმრები ყოველთვის გვიტოვებენ ხოლმე სამ რჩევას, სამი არტისტი, სამი ალბომი ან სამი ტრეკი, სულ ერთია, თუ გინდა ერთი ტრეკი იყოს, მეორე ალბომი, მესამე. და ეგ ხა გადაალაგე. ნახე რომ კითხვა რა მაქვს, რომ მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაც უსმენ. ეხლა რასაც უსმენ თუ ზოგადად რაც ეხლა რასაც უსმენ, პრინციპი Spotify-ზე შემიძლია უნახო, მაგრამ The Nationalists frontmeni Matt Berningers აქვს ხოლმე solo პროექტებიც. როცა Nationali ისვენებს, მეტი აკეთებს ხოლმე ეს არის. ხო, იმიტომ რომ ალბათ იმათ სხვა პროექტებიც აქვს, იმიტომ რომ პროდიუსერები არიან Taylor Swift-ი და პროდიუსერა რაღაცები და მოკლედ ყველა საქმეშია, მაგრამ მეტსაც უნდა მუსიკის კეთება და აკეთებს ხოლმე ალბომებს და თლიან ალბომს არა, მაგრამ ამ ახალ ალბომში Get Sun ქვია მგონი ალბომს. არის ერთი ტრეკი Silver Jeep, ვერცხლისფერი ჯიპი. მე ცოტა სიმღერა მახსენდება ეგეთი მელოდიური. შეიძლება ბევრ რაღაცაზე სხვა ჩათვალოს რომ რა შეიძლება არანჟირება არ მოგეწონოს, შეიძლება ეგ მუსიკა არ გიყვარდეს, მაგრამ აი მელოდიურობის ნაწილში ცოტა ეს ცალკე რასაც აკეთებს ხოლმე ვოკალისტი, იგივე Nationali სტილი არ არის, რა თქმა უნდა. როგორც წესი არ არის. იცი როგორ არის? ეს სიმღერა Nationali სტილი არის. ეს ალბათ შეიძლება მაგიტომაც მიყვარს, ხო? მაგრამ ამას ისეთი გამორჩეული ხმა აქვს, სადაც არ უნდა იმღეროს ეგ არის რა, მოკლედ Nationalis კი არა, Matt Berningeris Silver Jeep. და მოდი ლოკალურ არტისტებს გადავალ, იმიტომ რომ ძალიან კარგი არტისტი აღმოვაჩინე ბოლო პერიოდში დელგმა. დავით დელგმა, რომელიც დელგმას სახელით იცნობს ხალხი. ეხლა დგავს პირველ დიდი ხანია რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ეხლა უფრო აქტიური ხდება საინტერესო ჟანრში. იცი როგორ ეს ტრეკი, რომელიც ძალიან მომწონს. არის პოსტ-პანკი. და ვთვლი რომ პოსტ-პანკი არის ალბათ ის ჟანრი, რომელიც ძალიან უხდება საქართველოს.
და მიფიქრია მაგაზე რატო რა? იმიტომ რომ ეგეთ გარემოში ვიზრდებით, რომ აი ეს ჟღერადობა რო ირთვება ყურსასმენებში და გარშემო ვიყურებით უხდება. აი ხა მე თქვენგან რო გავა. რეალობას კი აი იმ კორპუსებს რო დავინახავ, ცოტა ბევრ ბეტონს, ცოტა ბევრ ნაცრის ფერფერს, ცოტა მოწყენილობას, ცოტა დაძაბულობას, ცოტა რაღაცას, აი ეგ მუსიკა უხდება რა. აი რატო ვერ უსმენ? ხო, აი Taylor Swift-ი რატო არ არის ისეთი პოპულარი საქართველოს როგორც ამერიკაში? ქართული ახალგაზრდა Taylor Swift-ს ისე ვერ უსმენს როგორც ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდები. ხო და ეს არის დავით დელგმა სევდაფიკაცია ქვია სიმღერას. ძალიან კარგია და ნუ ბოლო პერიოდი რაზეც უკვე ვილაპარაკე, ეხა არტისტზე ვიტყვი უბრალოდ და არა და ტრეკებზე, იმიტომ რომ ესე კონკრეტულად ფავორიტ ტრეკი არ მაქვს, Mama Flex ვიტყვი რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მომიცვა რა, მართლა იმდენად არ ვიცი ვერ ვხსნი რა, მართლა სულ მაგას უსმენ. აი მე მგონია ხომ რომ რაღაცას ხსნი უკვე აღარ არის. ხო, ანუ პასუხი არ მაქვს. აი მინდა რომ აი ეხაც რო გავალ შეიძლება კიდე ეგ ჩავთო რა, ვუსმენ და თან ძალიან ბევრი ტრეკი უდევს და ჩავდი ვარ ვუსმენ ისტორიით თან სხვადასხვა პერიოდებია, სხვადასხვა პროდიუსერებთან დაკეთებს ტრეკებს და კაია კატასთანაც აქვს რაღაც გაკეთებული, სკასთან ერთადაც აქვს რაღაც გაკეთებული, სუპერ ბლონდია კიდე ერთი კარგი ჯგუფი. ანუ ბევრ რაღაცებს აკეთებსო და ძალიან საინტერესოა. გიგის მოკითხვა სუპერ ბლონდში. კი, გიგის მოკითხვა კი უდიდეს სიყვარულით. ხო და ეგ არის. მადლობა მებო. პირიქით. მართლა ისეთ სიმღერები მომღერე. ისეთ მოგონებებში მომგზაურე. აი მართლა გულწრფელად ძალიან კარგი, არ ვიცი რამდენი დრო გავიდა ეგეც არ ვიცი. ბევრი, არ ვიცი, მე ვერ ვაკონტროლებ ხოლმე. და მეც ეგრე ვარ და მადლობა შენ, მადლობა საინტერესო აურისთვის და ბევრმა ადამიანმა უნდა გამოიწეროს შენი არხი აუცილებლად. გამოიწერეთ ჩვენი არხი და კიდევ უფრო მეტ კონტენტს ნახავთ. წარმატებები. მადლობა, კარგად. Okay, let's do this thing.